საქართველოში დაბრუნების გეგმაზე სასაუბროდ ემიგრანტები ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. 3 საათიანი შეხვედრა 4 პუნქტიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებით დასრულდა. თუმცა მანამდე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის პროვოკაციებს, როგორც დარბაზში, ასევე მის გარეთ. ქალაქ ლიეჟში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ ქუთაისშიც. ქუთაისელების ნაწილი თვლის, რომ სააკაშვილის დაბრუნება არ შეიძლება. არიან ისეთებიც, რომლებიც ელოდებიან თუ როდის დაბრუნდება საქართველოში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. სააკაშვილი არის პირველი, რომელიც თვითონ ემიგრანტებს აცხრიჩებს. მე იმიგრანტები მეწოდება. კაი თქვა ჩამევიდა სააკაშვილი, ჩამეიყვანენ იმიგრანტებმა, გახადენ პრეზიდენტად სააკაშვილი, მე იმიგრანტებს რას უშობა სააკაშვილი. ასაქმებს აქ თუ ისევე უკან უშობს. იმიგრანტები მე გულით მეწოდება. სააკაშვილის დაბრუნება არაფერ შეიძლება. სააკაშვილის ადგილი არის ციხეში. იმას ძალიან ბევრი ეს აქ დანაშაული ჩადენილი და ვერ დაბრუნდება. მაშინ ჩვენ არ უარგისები ყოფილვართ და ყველაფერს ღირსი ყოფილვართ. ეხლა საქართველოში ვინც ვერ გაიგო, რომ სააკაშვილი არის წარსული. ძალიან რთულია იმ ხალხის ბედი რა. სააკაშვილი კი არა, უნდა ვიფიქროთ როგორმე ვიღაცა ნორმალური მოვიდეს და სხვა უცხო ახალი ძალა. ამათმა თუ ასე გააგრძელეს თავიანთი პოლიტიკა, ახლა ვინც არის მართველი ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს მის დაბრუნებას. მონატრებული კაცის პირობაზე ყველანაირად შეხვდა ქართველ ხალხთან, აი რო ვიტყვიან, რომ იმერულად რო თქვა თავის ჭიასახარებს ადამიანო მონატრება გამოხატა იმ ადამიანს. მაგრამ ჩემი აზრით, რასაც ლაპარაკობს ეს ადამიანი, მე მგონი უნდა დავეთანხმოთ, იმიტომ რომ დღევანდელი ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ყველანაირად იქნება იმის პირობა, რომ ეს ადამიანი დაბრუნდეს. ერთმან უნდა დაბრუნოს და ეს არის გიჟი და უნდა დაიჭირონ და საგიჟით წაიყვანონ. ანუ არ უნდა დაბრუნდეს. რა თქმა უნდა. ერთმან დაბრუნოს რა. აქ თქვენს გელოდებათ საშიშროება. მე კარგი, მაგრამ ყველას გელოდებათ საშიშროება. ეს არის უკვე გასრულებული. ვერატყობთ ასე რომ იცოს ყოველწუთად ეს არ მეუსაჯერ ვაძელიდადი. ეგულავს ეგე. სადაც უნდა იქ გარდა რუსეთსა და საქართველოს. მინდა რომ ჩამევიდეს და ჩამო. რატო მინდა და კაცური გაცია და იმიტომ მინდა. აბა ეგერია ხალხი. ერთმანეთს ჭამენ და მაინც არიან ერთად. თუ იჭხუბე წადი მოშორბი. იმას რომ იჭხუბა ადგილ დავიდა, აღარ მოსულს. არ მოსულს. მოვადა სამართლებს ავგესო ყველა. იქანე ემიგრანტები რომ ყველა კი არ შეუშვენ იქანე ვინც საწინააღმდეგო აზრის იყო არც ერთი არ შეუშვენ იქან. ხო, ეს ერთი. და მეორე და დაბრუნებით ახლა როგორ უნდა დაბრუნდეს? მიიღებით არავინ არ მიიღებს მაგას და თუ დაბრუნდება რაღაცა ძალით უნდა დაბრუნდეს. ხო და ძალით დაბრუნება საქართველოსთვის ძალიან ცუდია. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნება პანიკაშია და სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ მთავრობამ ოპოზიციის შეკრებაზე სუსის წარმომადგენლები გაგზავნა. ის როგორ ექცევა და როგორ რეაგირებს ბიძინა ივანიშვილი განსხვავებულ აზე სამწუხაროდ მთელ ევროპას გააგებინა. ევროპის შუაგულში ბიძინა ივანიშვილმა ერთ შეხვედრა, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები ხვდებოდნენ თავის მხარდამჭერებს ემიგრაციაში, ემიგრანტებს, სადაც უნდა ჩამოყალიბებული იყო სამოქმედო გეგმა და გაეცნო საკუთარი შეხედები, მოაწყო, მიუსია ზონდერები, ადამიანები, საქართველოსთან სპეციალურად გაგზავნილი ადამიანები და ძალიან ცუდი სანახავია შეშინებული, აკანკალებული ხელისუფლება და მისი მეთაური ოლიგარქი, რომელიც რატომღაც პანიკაში ჩააგდო აი ამ შეკრება. მის კარგად ხდება, რომ ემიგრაციაში ნამდვილად არ გააჩნია მხარდაჭერა, არ გააჩნია საზოგადოების მხარდაჭერა საქართველოში და მიუხედავად იმისა, რომ მისი პოლიტიკა რაც შეიძლება მეტი ადამიანი წავიდეს საზღვარგარეთ, ეს ადამიანები უკვე იქაც მისთვის პრობლემად იქცა. პროექტის ერთად სახლში ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი ევროპის ქალაქებში ჩასვლას და ემიგრანტებთან შეხვედრას გეგმავს. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი მიზანია რაც შეიძლება მალე ჩამოვიდეს საქართველოში და დააბრუნოს ქვეყანა განვითარების იმ გზაზე, რომელზედაც 2012 წლამდე იყო. ქეთი გელაშვილი, ტელეკომპანია მეგატივისთვის. დაბრუნდა ჩემი წერი, მაგრამ დაბრუნდება.